სახელმწიფო პროგრამებში ჩართული კლინიკების უმრავლესობამ საერთაშორისო აკრედიტაცია უკვე მოიპოვა. იმის გათვალისწინებით, რომ დაწესებულების გარკვეული ნაწილი ვერ ახერხებს ვალდებულების ვადებში სრულად შესრულებას, მოქალაქეებისთვის გადაუდებელ სამედიცინო სერვისზე გეოგრაფიული ან პროფილური ხელმისაწვდომობის უწყვეტობის მიზნით სამინისტრომ მათ საშეღავათო პერიოდი მისცა. საერთაშორისო აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი სტაციონალურმა დაწესებულებებმა 2025 წლის 1 მაისამდე უნდა წარადგინონ, ამბულატორიებს კი ამისთვის მთელი წელი ექნებათ. მათთვის ვადა 2025 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა. კლინიკების თქმით, აკრედიტაციის ვალდებულება საკმაოდ დიდი წნეხი იყო კლინიკებისთვის, როგორც ფინანსური, ისე ადამიანური რესურსის თვალსაზრისით, თუმცა სამედიცინო სექტორს კარგად ესმის საერთაშორისო სტანდარტებით ხელმძღვანელობის საჭიროება. გადაცემის ამ ნაწილში ჩვენ ვისაუბრებთ, რამდენად ამაღლებს საერთაშორისო აკრედიტაცია სამედიცინო მომსახურების ხარისხს, რა იცვლება ამით პაციენტებისთვის და იწვევს თუ არა ეს სამედიცინო მომსახურების ღირებულების ზრდას. სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების აღმასრულებელი მდივანი არჩილ მორჩილაძე გვერდდება თემაზე სასაუბროდ. მოგესალმებით ბატონო არჩილ, პირველ რიგში დიდი მადლობა რომ გსტუმრობთ გადაცემაში. მინდა რომ დავიწყოთ საუბარი სწორედ ამ აკრედიტაციის პროცესი როგორ მიდის ქვეყანაში. თქვენ ასევე წარმოადგენთ საერთაშორისო აკრედიტირებელ ორგანიზაციას, რომელიც ეხმარება კლინიკებს ამ ვალდებულების შესრულებაში. პროცესში რამდენი კლინიკაა, ვისთანაც თქვენ თანამშრომლობთ და რამდენად შესაძლებელია წლის ბოლომდე ყველა კლინიკამ, რომელიც ამ პროგრამაში არის ჩართული, მიიღოს საერთაშორისო სტანდარტი. მოგესალმებით, მნიშვნელოვანი პროცესია მართლაც. თქვენ ბრძანეთ, რომ უმეტესობამ მიიღო აკრედიტაციაო, საინტერესოა მაინც რამდენმა მიიღო და რამდენს აქვს კიდევ ვადა მაისამდე, რაც შეეხება ამერიკის აკრედიტაციის კომისიის მიერ აკრედიტებულებს 31 დეკემბრამდე პრინციპში სადღაც 50-ზე მეტმა დაასრულა და დღეის მდგომარეობით 1 მაისამდე ჩვენი ასე ვთქვათ კლიენტები ვინც არიან ამ შემთხვევაში ყველა მიიღებს სავარაუდოდ შეიძლება რამდენიმე გამონაკლისის გარდა რომელმაც უბრალოდ ვერ შეძლო დაკმაყოფილება და როგორც იცით სადღაც 5-6 კლინიკა რაღაც პერიოდში ჩაეხსნა ამ პროცესს ჩვენგან და მათ სადეს სხვა მააკრედიტებელთან თანამშრომლობა ვფიქრობ რომ რაც შეეხება ამერიკის აკრედიტაციის კომისიას ჩვენ ძალიან კარგად ვეხმარებით კლინიკებს ამ სტანდარტების დანერგვაში და რაც მთავარი არის ეს სტანდარტები რომელიც კლინიკამ უნდა დანერგოს თავად ეს სტანდარტები არის აკრედიტებული ხარისხის საერთაშორისო ასოციაციის მიერ და საქართველოში მოქმედი მააკრედიტებლებიდან ყველას არ აქვს ეს არ მინდა ჩამოთვალოთ თქვენ თვითონ შეგიძლიათ მოიძიოთ მაგრამ სადღაც 4-5-ს აქვს მაგრამ გამოჩნდნენ ჩვენ ასე ვთქვათ ჩვენს ბაზარზე ასე თუ დავარქვით ისეთი მააკრედიტებელი ორგანიზაციები რომლებსაც ხარისხის საერთაშორისო ასოციაციის მიერ აკრედიტებული სტანდარტი არ აქვს აქედან გამომდინარე რა ტიპის სტანდარტების დანერგვაზეა იქ საუბარი ჩემთვის უცნობი არის შესაბამისად ეს ალბათ უნდა იყოს უკვე მარეგულირებელის და ამ შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტროს გადასაწყვეტი რაც შეეხება აკრედიტაციის გავლენას შეიძლება ანუ ამ ორგანიზაციების მიერ აკრედიტებულმა კლინიკებმა აკრედიტაცია გაიარეს უკვე კლინიკებმა? დიახ. და ამ ნაწილში ჯანდაცვის სამინისტრო რეაგირებს ამ ტიპის თვითონ ჯანდაცვის სამინისტროს ბრძანებით დაშვებულია ასეთი რამე. შესაბამისად ვფიქრობ რომ მაინც არათანაბარი არის დამოკიდებულება ვინც მაღალი ხარისხი აარჩია და ვინც შეეცადა რომ უბრალოდ კედელზე დასაკიდებლად აიღოს რაღაც სერტიფიკატი რომელიც უფრო თავის მოტყუებაა ვიდრე რეალურად. არ ვფიქრობ რომ ეს არის ახლა უმრავლესობას ასე არ აქვს, მაგრამ საგრძნობი არის ასეთი კომპანიების მუშაობა საქართველოში. რასაც ჩემი აზრით გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება მოყვეს დისკრედიტაცია პროცესი. რაც შეეხება აიშკუას, ანუ საერთაშორისო ხარისხის აკრედიტაციის სტანდარტებს, ვინც ამას ანიჭებს, იმას აქვს ორმაგი კონტროლი. მაგალითად, თუ ამერიკის აკრედიტაციის კომისიამ, JCI-მ, იგივე კანადამ, იგივე ავსტრალიამ, იგივე თემოსმა ამათ აქვთ ეს აკრედიტაცია,
რომელიმე კლინიკას მიანიჭეს არასამართლიანად თქვა და ასე აკრედიტაცია, ამას ყოველთვის მონიტორინგს უწევს ზუსტად ხარისხის საერთაშორისო ასოციაცია. ჩვენი გაერთიანება მისი წევრია 2015 წლიდან და ჩვენ ისიც ვიცით, რომ ისინი აპირებენ აი ამ საქართველოში აი ხელა აკრედიტაციის ბუმი რომ იყო, ნამდვილად გამოაგზავნონ შესაბამისი ჯგუფებით და გადაამოწმონ სწორედ იმ აკრედიტებლების მიერ აკრედიტებული კლინიკებში მდგომარეობა, რაც არის ასევე მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, აი ეს მიმართულება თქვენთვისაც ალბათ მედიისთვის საინტერესო, რომ უნდა მიექცეს ყურადღება, რომელი სტანდარტით არის ესა თუ ის კლინიკა აკრედიტებული. რომ მართლა გრძელვადიან პერსპექტივაში პაციენტმაც იგრძნოს ეს თქვენ ბრძანეთ რა სარგებელი აქვს პაციენტს. პირველი დღიდანვე საუბრობდით, რომ ეს არის კარგი პროცესი და თავარი ამ აკრედიტაციას რაც აქვს, ამცირებს ადამიანური შეცდომების რაოდენობას და სხვადასხვა კვლევით სადღაც 30%-მდე ხდება მისი შემცირება. აქვე ჩვენ საუბრობდით, რომ აკრედიტაცია არ ნიშნავს, რომ ამა თუ იმ კლინიკაში ყველა სახის ან ძალიან მაღალი დონის სამედიცინო დახმარების მიწოდება ხდება. ეს უკვე დამოკიდებულია კლინიკის რესურსებზე. ესეც გვინდა ვიცოდეთ, რომ აკრედიტაცია ვერ შედის თქვა მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრაში. თუ მოხდა თქვა საექიმო შეცდომა ან არასწორად პროცესის წარმართვა, ამის გარანტორი არ არის აკრედიტებელი. აკრედიტებელი არის იმის გარანტორი, რომ ის პროცესები, რაც კლინიკას დეკლარირებული აქვს, რომ მე ვაწვდი ამ სერვისებს, აი ის სერვისები იყოს მიწოდებული ხარისხიანად. აი ამ ჩარჩოში, ამიტომ არის რომ აკრედიტაცია შეიძლება მიიღოს ვიწრო პროფილის კლინიკამ, შეიძლება მიიღოს პოლიპროფილურმა, შეიძლება მიიღოს ამბულატორიამ, ანუ კლინიკის მიერ დეკლარირებულ სერვისებზე, რასაც ის აცხადებს, რომ მე ამას ვაკეთებ. აკრედიტაცია იმასაც ამოწმებს ეს რომ აცხადებს რომ მე ამას ვაკეთებ, ის მართლა აკეთებს თუ არა ამას, ესეც აკრედიტაციის ნაწილია და შემდეგ აი ამ სერვისს რასაც აწვდის, რამდენად ხარისხიანად აწვდის. ანუ ზედმეტი მოლოდინიც რომ არ იყოს, ანუ არასწორი მოლოდინიც რა ზედმეტი არა, უნდა ვიცოდეთ რომ აკრედიტებელი არ ამოწმებს თქვა რომელი პროტოკოლით მკურნალობს დაწესებულება რომელიმე დაავადებას. თუმცა რამდენად შედის მათ შორის თქვენს ვალდებულებაში და იმ კონტრაქტის ნაწილი რამდენად არის, რომ შემდგომი კონტროლი რამდენად სრულად აი ასე ვთქვათ ასრულებს ეს კლინიკა თქვენს გაიდლაინებს. ამერიკის აკრედიტაციის კომისიას აქვს პერიოდული შემოწმება ყოველწლიური და ჩვენ უკვე აპრილში ვიწყებთ იმ კლინიკებში პროცესის დაწყებას, ვინც მიიღო აკრედიტაცია. დიდწილად ჩვენ გავაფრთხილეთ კლინიკები და აკრედიტებელმა საბჭომ ამერიკის აკრედიტაციის კომისიის გააფრთხილა ყველა კლინიკა, რომ ზუსტად პერიოდული აკრედიტაცია იქნება მნიშვნელოვანი. ვინაიდან ძალიან მოკლე დროში მოხდა, მაინც ჩვენთან სადღაც 1 წელი, წელიწად ნახევარი, ზოგმა 9 თვეში, ზოგმა გვაქვს რეკორდული შედეგებიც, იმიტომ რომ მზადება დიდი ხანი მიდიოდა, ზოგმა 6 თვეშიც კი მოასწრო აკრედიტაციის მიღება. აქედან გამომდინარე, მონიტორინგი იქნება მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ახალ დაწყებულზე ძნელი იყო შენ რომ რაღაც პროცესებს აჩვენებ, ის პროცესი შეიძლება 2-3 თვეში აღარ გააგრძელო. ამიტომ მნიშვნელოვანია 1 წლის მანძილზე, როდესაც აკრედიტაცია მიიღე, მანამდე 2 თვით ადრე მივალთ ჩვენ ყველა კლინიკაში და ნახავთ როგორ მიდის პროცესი. ისე გამორიცხულია რომ ამის გაგრძელება მოხდეს და კიდევ ერთხელ აი ჩვენი კლინიკები ვინც ამერიკის აკრედიტაციის კომისიასთან მუშაობს, შემიძლია აქედანაც ვიმართო რომ პერიოდული აკრედიტაცია იქნება საკმაოდ ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი და კრიტიკული მათთვის. კი ბატონო. ცოტა დრო გვაქვს დარჩენილი, ამიტომ DRG-ის საკითხსაც მინდა რომ კითხოთ ბატონო არჩილ, წლის ბოლოს ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა დაანონსა ცვლილებები ამ პროგრამაში თანაგადახდის კომპონენტის გაჩენა გარკვეული მიმართულებით და იყო იქ საუბარი რომ იანვარ-თებერვალში შესაბამისი დადგენილებაც უნდა გამოსცეს სამინისტრომ, თუმცა დღემდე რაღაც ჯერჯერობით ეს დადგენილება ესე საჯაროდ არ არის გამოქვეყნებული სექტორმა რა ინფორმაცია აქვს სექტორს როდიდან შესაძლებელია და რა მიმართულებით თანაგადახდის კომპონენტის გაჩენა. თვითონ ეს თანაგადახდა რო გაჩნდეს, ეს არის კარგი, იმიტომ რომ ამაზე საუბრობთ ჩვენ სამედიცინო დარგის ექსპერტებიც, კლინიკებიც მათ შორის. მნიშვნელოვანია ეს, რომ DRG-ის ის ხარვეზი, რაც არსებობს, როდესაც არ ხდება თანამედროვე მეთოდების წახალისება ამ წვალებში, ვთქვათ ეს,
და არ უნდა ხდებოდეს და როდესაც ან ყველაფერი ან არაფერი ამ პრინციპით მუშაობდა, რაც არ იყო სწორი და ყველა თან ხდებოდა და კარგია რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს და კარგი იქნება თუ რაც შეიძლება მალე აისახება ეს ყველაფერი. ვინაიდან არ ვიცი ჩვენ გვაინტერესებს ანგარიშები, რა მდგომარეობა გადახდების მხრივ ვიცით რომ ძალიან დიდი თანხები მიედინება ქვეყნის გარეთ და ასე ვთქვათ მოსახლეობის საკმაოდ ნაწილი ცდილობს მოძებნოს საზღვარგარეთ სამეისო დახმარების მიღების შესაძლებლობა რაც პირდაპირ გეტყვით რომ ყოველთვის კარგად არ სრულდება მათთვისაც ცით მეზობელ ქვეყანაშია ძალიან დიდი ნაკადი ჩვენი ჩვენი მოქალაქეების ამ მხრივ უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ზუსტად ქვეყანაში საისოსყოთ აუცილებელი სერვისების განვითარებას. აი ამ პერიოდში ძალიან მე მინდოდა ამის თქმა დაიკარგა ეს ხარისხის მართვის ის კომპონენტები, როგორც ვთქვა, ერთ დროს ჯანდაცვის სამინისტროს რომ დაიწყო პოლიპრაგმაზიაზე თვალყურის დევნება, პოლიფარმაციაზე და ასე შემდეგ. აი ეს საკითხები საერთოდ მივიწყებული არის, რაც ნამდვილად არ არის კარგი ჩვენი ჯანდაცვისთვის. კი ბატონო, გეთანხმებით ამ ბოლო თვეებში განსაკუთრებით არავინ აღარ საუბრობს აი ამ გამოწვევებზე. ბატონო არჩილ, ღმერთის მადლობა, რომ ჩაგვეყენეთ საქმის კურსში რა ხდება თქვენს სფეროში. არჩილ გაჩიჩილაძე, სამედიცინო ასოციაციების მორჩილაძე, ასოციაციების გაერთიანების აღმასრულებელი მდივანი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.